გამარჯობა თქვენ უყურებთ მომავალ ტივის და გადაცემას თაობა დღეს მე ნანა ინჭგია ვარ. ჩვენი გადაცემის მთავარი თემაა ქალმოქმედება. დღესდღეობით ძალიან ბევრი ადამიანი სჭირდება ჩვენი დახმარება და თანადგომა. მნიშვნელოვანია და აუცილებელი ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციების არსებობა და მათი საქმიანობა. სწორედ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად შესაძლებელია ასეთი ადამიანების გვერდში დგომა. დღეს ჩვენს გადაცემაში სწორედ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე ვისაუბრებთ, გავიცნობით რა არის მათი მიზანი და რა წარმოადგენს მათ ღირებულებებს, ასევე ვისაუბრებთ ქველმოქმედების მნიშვნელობაზე, საზოგადოების ჩართულობაზე საქველმოქმედო აქციებზე. ჩვენი გადაცემის სტუმარი კი საქველმოქმედო ტურების ტუროპერატორი და გიდი მარიამ გიორგაძეა. მოგესალმებით მარიამ. დიდი მადლობა გადაცემაში მომბრძანებისთვის. რეალურად საინტერესო თემაზე მოგვიწევს საუბარი. ძალიან ბევრი ადამიანი სჭირდება, როგორც აღნიშნე, ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება. მოდი სანამ უშუალოდ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობაზე გადავალთ, გითხარით ვის გაუჩნდა ამ ორგანიზაციის შექმნის იდეა, ვის ეკუთვნის? იდეის ავტორი და დამფუძნებელი არის თამო ბროლაძე, ორგანიზატორი, რომელსაც გაუჩნდა ასეთი ტურისტული ორგანიზაციის დაარსების იდეა, რომელიც იმუშავებდა საქველმოქმედო კუთხით, ანუ ამ ტურებიდან შემოსული თანხა მოხმარდებოდა გაჭირებულ ოჯახებს, მონასტრებს, ავადმყოფებს და ასე შემდეგ. შემდეგ მე და ნათია ქიმაძე შევუერთდით და დღეს უკვე საქველმოქმედო ტურების სამი ორგანიზატორი ყავს და სამივე ერთად ვაკეთებთ ტურებს და შემდეგ ამ ტურებიდან შემოსული თანხით უკვე სამივე ვუკეთებთ ორგანიზებას იმ საქველმოქმედო საქმეებს. მარიამ, მოდი დაწვრილებით ვისაუბროთ თქვენი საქველმოქმედო ორგანიზაციის მიზანზე, რა წარმოადგენს თქვენი ორგანიზაციის ძირითად მიზანს? ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი მიზანია საქართველოს კუთხეების გაცნობა, ახალი თაობის და არა მხოლოდ ახალი თაობისათვის, ეკლესია-მონასტრების მოლოცვა, ასევე მივიწყებული ისტორიული ძეგლების წინაპლანზე წამოწევა, ტურში ვსვავთ ხოლმე ისეთ ობიექტებს, რომლებიც ნაკლებად ცნობილია დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის. ასევე ჩვენს მნიშვნელოვანია ამ ტურებიდან შემოსული თანხით გაკეთებული საქველმოქმედო საქმეები. და სწორედ ამით გამოირჩევით სხვა ორგანიზაციებიდან, რომ პარალელურად აკეთებთ ორ კარგ საქმეს, ტურისტებს აცნობთ მივიწყებულ ადგილებს, ისტორიულ ღირსშესანიშნაო ადგილებს და თან ეხმარებით იმ ადამიანებს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება. მოდი სანამ უშუალოდ აქტივობებზე გადავალთ, გითხარით თქვენი ორგანიზაციის ღირებულებებს რა წარმოადგენს, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და წინაპლანზე რასაყენო? ჩვენთვის უმთავრესი და როგორ თქვა, ძალიან ღირებულია ის, რომ იმ ადამიანების თვალებში ხედავთ მადლიერებას, ხედავთ სიხარულს, ის მიმართაც ვახორციელებთ ხოლმე ამ საქმეებს და ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავს. და ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი, როცა ადამიანს ეხმარება და მის თვალებში მადლიერება იგრძნობა და ამით პოზიტიურად ივსები, როცა ამას გრძნობ. რამდენად ხშირად აწყობთ საქველმოქმედო ტურებს, უშუალოდ გავკონკრეტოთ და ვისაუბროთ საქველმოქმედო ტურების შესახებ, ხანგრძლივობა როგორია, ვთქვათ, მარშრუტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენი ორგანიზაცია უკვე მეორე წელი არსებობს, 2 წელს გავხდით დაახლოებით 1 თვის წინ. თითქმის ყოველ კვირას გვაქვს ტურები საქართველოს მასშტაბით. ჯერჯერობით მხოლოდ შიდა ტურებს ვაკეთებთ და ერთადერთი გარე ტური იქნება ტაო-კლარჯეთის მოლოცვითი ტური, რომელიც ამ თვის ბოლოს გვაქვს დაგეგმილი. ანუ ხანდახან კვირაში 2 ტურიც გვაქვს ხოლმე და ჩვენს მოსახლეობას და არა მარტო ქართველებს ეძლევა საშუალება ნახონ ჩვენი ქვეყნის ძალიან ლამაზი ადგილები, მოილოცონ ეკლესია-მონასტრები და ასევე გასართობ შემეცნებითი ხასიათის ტურებიც გვაქვს ხოლმე, არა მხოლოდ მოლოცვითი. ანუ ეს ტურები ერთმანეთისაგან განსხვავდება, ვთქვათ, არის მოლოცვითი სახის და არის გასართობი. რამდენად აქტიურად არის, ვთქვათ, საზოგადოება ამ ყველაფერში ჩართული, აქტივობა რამდენად დიდია? სხვათა შორის იქიდან ამ ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, დღეს ჩვენს ტურებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა, რადგან ადამიანები აცნობიერებენ იმას, რომ ჩვენს ტურზე წამოსვლით ათვალიერებენ ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს და ამასთანავე ზუსტად იციან, რომ იმ ტურიდან შემოსული თანხით ხორციელდება ეხმარებით სხვებს. კი, ანუ კეთილი საქმე კეთდება ამით.
და ამაზე აკეთებენ აქცენტს თვითონაც. და ამიტომ ურჩევნიათ, როგორც ამბობენ, ამის გამო ურჩევნიათ წამოვიდნენ ჩვენთან. და ეს ნაბიჯი გაცნობიერებული აქვთ მათ და იაზრებენ კარგად თუ რამ ხალ საქმეს აკეთებენ თავიანთი ტურისტული მოგზაურობით და ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი და თქვა სხვა ტუროპერატორებისგან ზუსტად ამით განსხვავდება თქვენი ორგანიზაცია. ვიცი რომ ამ საქმიანობაში აქტიურად ხარ ჩართული, ხარ ტუროპერატორი, გიდი. რამდენად კომფორტულად გრძნობ შენ თავს, როცა აწყობთ მსგავს აქტივობებს? იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ტურებზე დადის ადამიანების ის კატეგორია, რომელთანაც ურთიერთობა არ მიჭირს, განათლებული, ნორმალური, ცივილური, კულტურული ხალხი. ძირითადი ნაწილი შეადგენს მორწმუნეებს, და კომუნიკაცია უფრო მარტივდება. და საინტერესო ამ შემთხვევაში თქვენთვის როგორც გიდისთვის მსგავს ადამიანებთან ურთიერთობა. დიახ. მოდი, რას ნიშნავს, თქვათ ძალიან ბევრი ადამიანი გიკავშირდება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ წავიდნენ ტურისტულ მოგზაურობაში და მოინახულონ სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილები, არამედ იმიტომაც, რომ ითხოვენ თქვენგან დახმარებას. ესეთი ადამიანები, რომელსაც ძალიან უჭირთ. ძალიან ბევრი განცხადება შემოდის მე რამდენადაც ვიცი და საინტერესოა რა ნიშნის მიხედვით ანიჭებთ უპირატესობას კრიტერიუმის შეფასების, რა გაქვთ, იმიტომ რომ შეუძლებელია ერთდროულად დაეხმაროთ ძალიან ბევრ ადამიანს და ფინანსური თვალსაზრისითაც საკმაოდ რთულია ეს ყველაფერი და კრიტერიუმებია თქვენი საინტერესო რა ნიშნის მიხედვით აფასებთ. ჩვენ მართლაც უამრავი ადამიანებს წერს ყოველდღიურად ხდება ხოლმე რამდენიმე შეტყობინება მაინც რო ჭირდება დახმარება ზოგს ფულადის სახის ზოგს ელემენტარულად საჭმელი არ აქვს რო ბავშვებს აჭამოს სახლში და ეს ჩვენთვის საკმაოდ მძიმე მოსასმენია და მისაღებია ასე ვთქვათ მაგრამ ვახერხებთ როგორღაც მიუხედავად ჩვენი ტურების დაბალი ფასებისა, იქიდან შემოსულ თანხას ვანაწილებთ შემდეგნაირად. ვაკვირდებით ვის უფრო მეტად უჭირს, წინა პლანზე წევთ მას და შემდეგ ვისაც შედარებით ნაკლებად უჭირს, დავუშვათ მეორე კვირას ვაკეთებთ მისთვის ტურს და იქიდან შემოსული თანხის შემდეგ უკვე მას ვეხმარებით და ასე შემდეგ. ამის გაგება მათ თვითონ არ უჭირთ, იციან რომ ეს ხდება. გაცნობიერებულად აქვთ ეს ყველაფერი შეგნებული აქვთ ის რომ ვიღაცას შეიძლება მანძე მეტად უჭირდეს და ამიტომ პრიორიტეტს ანიჭებთ სხვას და არა ვთქვათ ვიღაც კონკრეტულ ადამიანს. ყველაზე სასიამოვნო მომენტია ალბათ როცა კონკრეტულ ადამიანს ეხმარებით და ხედავ მადლიერებას მის თვალებში ეს უკვე ვახსენეთ და მოდი გვესაუბრე იმ ემოციების შესახებ რომელიც სამ ყველაფერს თან ახლავს და კონკრეტულად თქვენ გეუფლებათ და თქვენი ორგანიზაციის წევრებს ეუფლებათ. ეს არის ემოცია, რომლის სიტყვებით გამოხატვა უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ როდესაც მივდივართ დავუშვათ კონკრეტულად რომელიმე ოჯახის დასახმარებლად, მეგობრებთან ერთად მივდივართ ხოლმე რა თქმა უნდა და ყველა ერთად ვაკეთებთ ამ კეთილ საქმეს, ასე ვთქვათ. და იმ დროს მათ თვალებში გაჩენილი სიხარულის ხები, ეს მადლიერება, რომ სიტყვები რომ არ ყოფნით, როგორ გადაგიხადონ მადლობა, რომ დავუშვათ შემდეგი 1 თუ 2 კვირა უზრუნველყოფილი იქნებიან რაღაც ელემენტარული ჩასაცმელით თუ საკვებით. ეს არის ჩვენთვის მართლა ყველაფერი, მიზანი ეს არის ჩვენი ტურების და აქედან ვიღებთ იმხელა დადებით მუხტ, დადებით ენერგიას, რომ ყოფნის იმისთვის, რომ შემდეგი ტური ახალი შემართებით დავგეგმოთ რაღაც სიახლე, რაღაც დამატებითი ბონუსები, ასე ვთქვათ, ახლა დავნერგეთ ჩვენი ერთგული ტურისტებისთვის 50%-იანი ფასდაკლება, ვისაც საშუალება არ აქვს ხოლმე დავუშვათ და უნდა ტურზე წამოსვა და ვერ ახერხებს წამოსვლას ვჩუქნით ხოლმე ადგილს, ოღონდ ეს რა თქმა უნდა დაფარულში არავინ არ იცხოვნა ამის შესახებ. იმიტომ რომ სხვებსაც არ გაუჩნდეთ თქვა პროტესტის გრძნობა, მხოლოდ მაგიტომ არა, ჩვენ ღიადდებთ ხოლმე, რომ ვისაც არ აქვს საშუალება შეგვეხმიან და შეგვიძლია ერთი ადგილი გაჩუქოთ. ვისაც საშუალება აქვს ჩვეულებრივად მოდის, იხდის იმ მინიმალურ თანხას ამ ტურის ღირებულებას და ვისაც არ აქვს საშუალება გვიკავშირდება დიდი მორიდებით, მოკრძალებით და ვეუბნებით რომ არაფერია მოსარიდებელი, რა მოხდა, არ არის პრობლემა, წამოგზავნით მოილოცეთ ჩვენთან ერთად.
ძალიან კარგია, როცა ერთგულ მომხმარებლებს თქვათ ესეთ საჩუქრებს და უფრო მეტ მოტივაციას აძლევთ მათ, რომ თქვენთან ერთად იყვნენ. საინტერესოა ამ 2 წლის განმავლობაში რამდენად განვითარდა თქვენი საქმიანობა და რო გადავავლოთ თვალი, თქვათ დაიწყეთ და რა ეტაპზე მოხვედით, რამდენად განავითარეთ თქვათ იგივე საქველმოქმედო ტურები და რამდენად შეეძინეთ ერთგული მგზავრები და ტურისტები. დღეს თამამად შემიძლია თქვა, რომ იმ მომხმარებლების 80%, ვინც ოდესმე ყოფილა ჩვენთან, აგრძელებს ჩვენთან სიარულს. ისევ. ანუ აქტიურად თანამშრომლობთ ორგანიზაციასთან. კი. ანუ ეს 80% არსად არ წასულა და ჩვენ გველოდებიან იმ დროს როდის დავგეგმოთ, რომ იქ წამოვიდნენ და ასე შემდეგ. და ზრდა, რა თქმა უნდა, შეიმჩნევა წინა წელთან შედარებით, რადგან ამხელა ან მოთხოვნაც გაიზარდა ჩვენ ტურებზე. თავიდან ხდებოდა ისე რომ თოში ერთი ტურის ჩატარებას ვახერხებით ხოლმე მხოლოდ და შემდეგ უკვე რაც 3 ორგანიზატორი გავხდით ჩვენ რიგრიგობით ასე ვთქვათ ვიცით ხოლმე იმისთვის რომ კვირაში ერთხელ მაინც რომელიმე ჩაატაროს ტური მოლოცვითი ხასიათის იქნება თუ შემეცნებით გასართობი ხასიათის და დღეს ხალხის განსახილოს სიყვარულს გრძნობთ იმ ხალხს სითბოს ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ალბათ უფრო და დავიხვეწეთ, შეიძლება ითქვას წინა წელთან შედარებით. კი, ანუ ზრდა შეიმჩნევა. და აი, მარიამ თქვის, რომ არის როგორც შემეცნებითი ტურები, არის როგორც ასევე ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება და ასე შემდეგ. რომ ხარ გიდი, ხო, ორივე შემთხვევაში შემეცნებითი ტურების შემთხვევაშიც და სხვა სახის ტურების დროს, სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს? ჩემთვის უფრო საინტერესოა ისტორიულ-კულტურული ტურები, როდესაც საქართველოს ეკლესია მონასტრებთან ერთად ციხეებიც გვაქვს ხოლმე და უფრო მეტი სასაუბროა ჩვენი ერის ისტორიაზე, კონკრეტულ ისტორიულ ძეგლებზე და ასე შემდეგ. აქტივობებში რომელში უფრო არიან ჩართულები ტურისტები, თქვათ შემეცნებითი თუ ისტორიული ტურების დროს? ჩვენთან ალბათ ჩვენი პროფილიდან გამომდინარე დადის ის კატეგორია, ვისაც უფრო მეტად აინტერესებს მოლოცვითი ტურები. ანუ ტურები, რომელშიც ჩასმული გვაქვს ეკლესია მონასტრები ხოლმე. ანუ ეს ტურები უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ჩვენ ორგანიზაციაში. და თქვენ აბსოლუტურად საქართველოს მასშტაბით მოძრაობთ და თქვათ საქართველოსთან გასულითი ტური თუ გაქვთ დაგეგმილი ან თუ აპირებთ მსგავს რაღაცას? გასული, ანუ ერთადერთი ტური, რომელიც ფაქტიურად უკვე შემდგარია და მომავალ კვირაში ჩატარდება, ეს არის ტაო-პლაჯეთის სამდღიანი ტური. ჩვენი ძველი ეკლესია მონასტრების მოლოცვას ვაპირებთ, სასულიერო პირიც იქნება ჩვენთან ერთად, ასე პარაკლისის გადახდა შეგვეძლება ჩვენს ყოფილ მიწა-წყალზე. და შემდეგ იდეაში გვაქვს კიდევ კაბადოკიის, სტამბოლის ტურები და ნელა კიდევ ეს მოთხოვნა წამოვიდა უშუალოდ თქვენი მომხმარებლისგან თუ თქვენი იდეა იყო ეს რომ გასულიყავით საქართველოს ფარგლებს გარეთ? მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვეტეთ რომ გაგვეკეთებინა, რადგან ჩვენი ერთგული მომხმარებელი ვინც არის, მათ არ უნდათ რომ დავუშვათ კაბადოკიის ტურზე წავიდნენ სხვაგან და ურჩევნიათ რომ გავაკეთოთ ისევ ჩვენმა ორგანიზაციამ და ისევ წამოვიდნენ ჩვენთან. და ამის გამო გადავწყვეტეთ რომ გავგეგმოთ გარე ტურებიც შიდა ტურებთან ერთად უკვე ამ სეზონზე გვაქვს. ძალიან საინტერესოა გარე ტურები, გამოხმაურებაც შესაბამისად იქნება, ძალიან მაღალი და ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდება. მარიამ, მოდი გადავიდეთ ქველმოქმედებაზე, უშუალოდ ქველმოქმედების თემაზე. როგორ ფიქრობ, ეხებოდეს ანუ საზოგადოების რაღაც ნაწილს, არა მხოლოდ საზოგადოებას მთლიანად არ გულისხმობ, აქვს ის მომენტი, რომ უნდა ვიღაც ადამიანს დაეხმაროს, უნდა ქველმოქმედებაში ჩაერთოს, თუნდაც საქველმოქმედო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობ, ზოგადად საზოგადოებას სხვისი პრობლემები უნდა ეხებოდეს თუ არა? მე ვთვლი, რომ უნდა ეხებოდეს, ანუ ჩვენი აზრი ასეთი დამოკიდებულება გვაქვს მაგ საკითხის მიმართ. მაგალითად, ჩვენ როცა ვაპირებთ დავუშვათ რომელიმე ტურიდან შემოსული თანხით კონკრეტულ ოჯახს დახმარებას, ვხვდებით ხოლმე განცხადებას ჩვენს გვერდზე და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია წამოვიდეს ჩვენთან ერთად და მოგვაწყდოს სამოსი იქნება თუ საყოფაცხოვრებო ნივთები, პროდუქტი, რის საშუალებაც აქვს და ამჟამად
ну, არ მინდა დავაკონკრეტო, ერთ ოჯახზე ვაკეთებთ ასეთ აქციას, სადაც აქტიურად ჩაერთვა ჩვენი მომხმარებლების ძალიან მაღალი პროცენტი. ანუ მოაქვთ პროდუქტი ტანსაცმელი, თვითონ ახლა ვერ ახერხებენ წამოსვლას რომ გაგვატანონ, მივაწოდოთ იმ ოჯახს და ასე შემდეგ. და ну, მე ძალიან მიხარია. როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა ასეთი გამოხმაურება? ამ კონკრეტულ შემთხვევაში. იცით რა, ალბათ ხალხში უკვე გააზრებულია ეს მომენტი, რომ ვიღაცას ჩვენზე მეტად უჭირს და შეიძლება რომ რაღაც მეტი რო გაქვს სახში გასცე. ანუ შეგნების დონე ამაღლდა საზოგადოებას თუ არა. როცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი გულგრილია, თქვა ყოველთვის პირადი ინტერესებით სარგებლობს და ითვალისწინებს და არ აინტერესებს სხვას, რა უჭირს და რა პრობლემები აქვს. ასეთ დროს როგორ ფიქრობ, რაშია გამოსავალი და როგორ უნდა მოვახდინოთ საზოგადოებაზე, რა თქმა უნდა, დადებითად ზეგავლენა, რომ სხვისი ინტერესებით, სხვისი პრობლემებით მათთვის გულთან ახლოს იყოს მისადი. ჩვენ გვაქვს ასეთი დევიზი თუ არ ვიცი რა დავარქვა, სიკეთე გადამდებია. და ჩვენ ვაკეთებთ და უმრავლესობას მართალია არ ვაქვეყნებთ მიზეზთა გამო. დავუშვათ ჩვენს გვერდზე სახალხოდ ყველა ვნახოს, მაგრამ არის ადამიანების ნაწილი, ვინც ჩვენთან ერთად არის ხოლმე მაგ დროს, იცის და უბრალოდ რა საქმეს ვაკეთებთ. და ის ნაწილი, რაც ქვეყნდება და იდება ჩვენს გვერდზე, ну, ჩვენს მიერ გაკეთებული რაღაც ჩვენი მეგობრებით ახმარებით, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმიტომ იდება და იმ მიზანს ემსახურება, რომ ანუ ამ სიკეთე გადამდებია ამან, რომ გაამართლოს. სხვათა ამართლებს კი. ამართლებს და ძალიან ბევრი გვეხმაურება ხოლმე შემდეგ, რომელსაც უნდა მონაწილეობის მიღება, შემდეგ ქველმოქმედებას როდის გვეგმოთ, როდის ვაპირებთ გახორციელებას, რომ ისინი შემოგვიერთდნენ და ნუ ძალიან სასიხარულოა. ანუ მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას ვესაუბრებით ფაქტებით და როდესაც ხედავენ ფაქტს, კონკრეტული ადამიანი როგორ ეხმარება მეორე ადამიანს, ვისაც ძალიან სჭირდება მისი დახმარება, ასე დროს უჩნდებათ მათაც სურვილი, რომ დაეხმარონ ანალოგიურად და ეს ძალიან კარგია, სხვათა შორის ესეთი საინტერესო დევიზია სიკეთე გადამდებია, მართლაც გადამდებია სიკეთე, როცა ხედავ როგორ ეხმარება ერთი მეორეს, ანალოგიურად გიჩნდება სურვილი, რომ შენც დაეხმარო სხვას. უნდა წარმოადგენ ერთია, როცა გაქვს რაღაცის კეთების სურვილი, როცა ხედავ რომ სხვა აკეთებს და გინდა შენც გააკეთო და მეორეა, როცა ვალდებულების თემას ვეხებით. უნდა წარმოადგენდეს თუ არა ვალდებულებას ქველმოქმედება საზოგადოებისთვის. ქველმოქმედება ეს ხო ჩვენი ნებით, კეთილი ნებით, სურვილით კეთდება ეს ყველაფერი. სავალდებულო არ უნდა იყოს, ანუ სავალდებულო ქველმოქმედებას მადლი არ აქვს, ფასი არ აქვს. ან მოვალეობის მოხდის მიზნით ვიღაცა რომ რაღაცას აკეთებს, ამას ეს ისეთი ღირებული არ არის, როგორც თქვათ შენი ნებით გაკეთებული რაღაც ქველმოქმედება. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თქვათ ეს ყველაფერი იყოს ცხოვრების წესად დავნერგოთ და სხვა ადამიანის დახმარებით ჩვენც ბედნიერდებოდეთ და სხვასაც ვაბედნიერებდეთ. რა ნაბიჯები უნდა გადავთქვათ ამისათვის კონკრეტულად? ჩვენი გამოცდილებიდან ანუ როდესაც ხედავენ რომ შენ ამას აკეთებ, მიმბაძველობის მომენტი ძალიან კარგია, რო არსებობს ადამიანებში. ну, როცა კარგ საქმეს ეხება, კარგ საქმეს როცა ეხება. ну, შეინიშნება გარშემო, ჩვენ გარშემო რა თქმა უნდა, ეს მიმბაძველობის მომენტები და ну, მე პირადად ძალიან მიხარია ეს რო ასე ხდება. და ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ დაინახოს, როგორ უნდა აკეთოს სიკეთე. და მოგბოძ ესე კი ეს არის თქვენი ერთგვარი დევიზი, ეს არის ერთგვარი ნაბიჯი იმისკენ, რომ საზოგადოება კეთილი საქმისკენ გადმოიბიროთ, ეს შეიძლება რომ ვთქვათ. მარიამ, როგორ ფიქრობ, ხშირად არის მომენტები, როცა გინდა ადამიანს დაეხმარო და ამის ფინანსური საშუალება რეალურად არ არის. ძალიან ხშირად შეიძლება ბევრს აქვს იმის სურვილი, რომ ხედავს გაჭირებულ ადამიანს, ძალიან უნდა რაღაცით დაეხმაროს და როგორც წესი, ასე დროს ფინანსური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი და წინა პლანზე დგას, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია იგივე ფსიქოლოგიური დახმარება, როცა ადამიანს უჭირს. თუნდაც ერთი სიტყვა, თუნდაც გამხნევება, თუნდაც გაღიმება და მსგავსი ქმედებები, რამდენად ვეხმარებით თქვათ ესეთი ფსიქოლოგიური მხარდაჭერით ადამიანს, რომელსაც ფინანსურად უჭირს ხას უსმო. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ზურა ფურტონი, რომელიც დღეს უკვე არაერთხელ გაშვებდა სხვადასხვა ტელევიზიაში მისი
მის შესახებ ინფორმაცია. ადამიანი, რომელიც საშინელი, რამდენიმე საშინელ სენსებს ბრძვის და ადამიანი, რომელსაც მიუხედავად ამ ყველაფრისა, სასწორკვეთილობამდე რო არ მისვლა და დღემდე წამს უფლის, დღემდე ეზიარება და ასე შემდეგ. ანუ ამ ადამიანთან გქონდა ჩვენ ურთიერთობა გქონდა თქვენს ორგანიზაციაში. კი, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვერაფრით ვერ შევძელით მატერიალურად და დავხმარებოდით, მახსოვს ზურას დაბადების დღე იყო და რამდენიმე მეგობართან ერთად მოვახერხეთ ონკოლოგიურში მისვლა ჩვენი საერთო მეგობრის სალომე ფაცაციას მეშვეობით. და ეს იყო მისთვის უბედნიერესი დღე და სხვა აი მაშინ ზურამ იქ თქვა რომ ასეთ დაბადების დღე მე არ მქონია არასდროს და აი მაგ დროს ჩემ შეგრძნებს უბრალოდ ვერ აღწერ, აი რამდენად ბედნიერი ვიყავ მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად ძალიან მინიმუმი გავაკეთეთ ჩვენ ზურასთვის, აი ის მისვლა, ის თანაბრძნობა, ის რომ დაინახა როგორც ვიღაც ყავს ადამიანს არავინ არ გააჩნია ამ ქვეყანას საერთოდ. აი ეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მისთვის. და ხას მაგალითი მაგიტომ მოვიყვანო. ძალიან საინტერესო მაგალითი მოიყვანა, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მე რამდენადაც ვიცი ძალიან მნიშვნელოვანია. იმდენად მნიშვნელობით როგორ ანუ ადამიანს მე ძალას აძლევს რწმენის უნარს და ის რომ ვიღაცა ზრუნავს შენზე, ვიღაცა ფიქრობს შენზე, ეს უკვე მეტ мотиваციას გაძლევს იმისთვის, რომ თქვათ უფრო პოზიტიური იყო და ცხოვრებასაც უფრო პოზიტიურად შეხედო. ბევრი პრობლემების მიუხედავად და ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ ხშირად ადამიანებს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა უფრო სჭირდებათ კონკრეტულ მომენტში, ვიდრე ფინანსური. მარიამ, ხშირად არის ესეთი გამოთქმა, რომ ერთ ადამიანსაც შეუძლია შეცვალოს ძალიან მნიშვნელოვანი სხვისი ცხოვრება, თავარია სადოს ეს. რამდენად მნიშვნელოვანია სურვილი იმისა, რომ შევცვალოთ სხვისი ცხოვრება? რესურსი არა ამ შემთხვევაში გულისხმობს სურვილს, უბრალოდ სურვილს, რომ უკეთესებისკენ შევცვალოთ სხვისი ცხოვრება. სურვილის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ანუ სურვილიდან იწყება ის, რომ შემდეგ ვფიქრობ რესურსების მოძიებაზე, ანუ როგორ რა გზით შეიძლება რომ გაკეთდეს ეს. და ნუ შემდეგ თვითშეწონით რაღაცნაირად თავისით ჩნდება ეს რესურსებიც შემთხვევაში ესახება. ანუ სურვილი უყრის საფუძველს იმას, რომ ჩვენ რაღაცა ცადოთ და მცდელობას ყოველთვის ექნება შედეგი, თუ იქნება გულით გაკეთებული, რადგან გულით გაკეთებული საქმეს ყოველთვის აქვს საბოლოოდ კარგი შედეგი და მივდივართ ბოლოს შედეგამდე. მარიამ, მოდი თქვენი ორგანიზაციის მაგალითზე გითხარით, თავიდან იყო კეთილინება, კეთილი სურვილი, რომ დახმარებოდით ადამიანებს. რა ეტაპები გაიარეთ, რა ნაბიჯები გადადგით იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო უფრო ფართომასშტაბიანი და უფრო მეტ ადამიანებს დახმარებოდით. აი თუნდაც ამ მაგალითზე დავიწყოთ სურვილიდან და ნელ-ნელა მივყვეთ, როგორ საზოგადოებამ გაიგოს, როგორ შეიძლება უბრალოდ დაწყებული სურვილით კეთილი საქმის გაკეთება. ანუ დავიწყოთ თავიდან. თამას როდესაც გაუჩნდა იდეა, რომ ქველმოქმედება ეკეთებინა ტურებით ტურიზმის ფაკულტეტზე სწავლობს და აქედან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ დიახ თავისი მომავალი პროფესია გამოეყენებინა, ვიდრე უნივერსიტეტზე დაამთავრდა და აღარ მოითმინა და უკვე დასაწყისშია რომ გამოეყენებინა და მოეხმარებინა სიკეთისთვის. ну, გქონდა ბევრი წინააღმდეგობები, მასაც თავიდან მე და ნათიაც რო შევუერთდით შემდეგ, მაშინაც თავიდან ნდობა უჭირდათ ხალხს. ამასაც შევეხებით უფრო ვრცლად ცოტა მოგვიანებ ნდობის მომენტი მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ მოგესალმებოთ ეს და ну ამ ნდობის მოპოვებას დაჭირდა საკმაოდ დიდი დრო და დღეს რა ვიცი მადლობა მინდა უთხრა ყველას, ვინც ჩვენს ორგანიზაციას დღემდე რო ენდობა, ჭირვარს რო შეყვარვია და ჩვენი რო ჯერა და ჩვენი საქმეების ან თავიდან იყო სურვილი, დამფუძნებლის იდეა იყო, რომ დახმარებოდა სხვებს. შემდეგ იყო ნდობის მომენტი, რამდენად მოიპოვებდით ნდობას საზოგადოებაში, იმიტომ რომ ნდობის მომენტი აბსოლუტურად ყველა საქმეში მნიშვნელოვანია. მოდი ამაზე შევთანხმდეთ, რადგან შენ როცა რაღაცა პროდუქტს აწვდი, როცა რაღაცას თავაზობ, მომხმარებელი ყოველთვის ინტერესდება, რამდენად სანდოა კონკრეტული შემოთავაზება, რამდენად სანდოა თქვენი წინადადება. ნდობის მომენტის გატესტვის, ანუ ამ ტესტირების შემდეგ, როცა უკვე გენდობათ საზოგადოება, აშკარად მოყვებათ და არაერთხელ თქვით უკვე, რომ ერთგული ტურისტები შემოგვიერთდნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ასეთ თანამშრომლობენ. ამის შემდეგ რა იყო ამ ნაბიჯის შემდეგ? თქვენ გაიარეთ ეს ორი ნაბიჯი სურვილიდან ნდობის ფაქტორი. თავიდან, შემდეგ ეტაპზე კიდევ იყო
სურვილთა მცირე რაოდენობა თავიდან ანუ ისეთი გამოხმაურება არ ქონია, როგორც რეალურად დღეს არის. კი, ანუ როგორც კი აღნიშნე, ტურები კეთდებოდა თვეში ერთხელ, ან თვეში ერთი ტური კეთდებოდა თავიდან. და ასეთ დროს რას აკეთებთ, ანუ გამოსავალი რა იყო თქვენი ამ პერიოდში? ამ დროს ანუ ვცდილობდით მაქსიმალურად კარგად ჩაგვეტარებინა ტური, რომ იმ ტურის მონაწილე დაუბრუნდეთ 20 ადამიანს მოწონებოდა, ანუ პოზიტიურად განწყობილი იყო ჩვენს მიმართ და ჩვენი ორგანიზაციის მიმართ. და რეალურად ასეც მოხდა და შემდეგ მათ მოიყვანეს მეგობრები, შემდეგ მათმა მეგობრებმა კიდე მეგობრები, დღეს უკვე ძალიან ბევრი ვართ, ვინც ჩვენთან რომ არიან სულ. ანუ იყო სურვილი, იყო ნდობა, იყო ამის შემდეგ ნაკლებად აქტიურობა, მაგრამ თქვენმა იგივე ხარისხმა მიწოდებულმა პროდუქტმა გააკეთა ის, რომ უფრო მეტი ხალხი შემოგერთა და უფრო დაინტერესდა ამ ყველაფრით. საინტერესოა განვითარების ეტაპებზე ვსაუბრობთ, განვითარებით მივედით იქამდე, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ აპირებთ უკვე ტურების გაკეთებას და ეს მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაკეთებული ტურებით უფრო შესაძლებელია ბევრი ადამიანის დახმარება. ხო ეს ანუ თანხა იქნება უფრო მეტი შემოსული და შესაბამისად დაეხმარებით უფრო მეტ ადამიანს. ანუ ყველას რეალურად აქვთ სურვილი ადამიანებს რომ დაეხმარონ მეტნაკლებად და რამდენად მნიშვნელოვანია იგივე თქვი რომ საზოგადოებამ დამოკიდებულება შეცვალა თუნდაც იმ მხრივ რომ უკვე მოქმედებს საზოგადოებაზე მსგავსი აქციები, უკვე გენდობათ იგივე საზოგადოება. მე მაინტერესებს ეს ყველაფერი, ეს ქველმოქმედების ნიჭი, ქველმოქმედების სურვილი უნდა არის პატარაობიდანვე უნდა შევაგნებინოთ თქვათ შვილებს და მშობლებმა და ოჯახში უნდა მოხდეს ამის ზეგავლენა თუ შემდეგ რაღაც ზრდასრულ ასაკში შესვლის შემდეგ გაუჩნდეს მოთხოვნილება. რამდენად დიდ როლს თამაშობს მშობელი და საზოგადო ოჯახი ამ შემთხვევაში კონკრეტულ პირზე? ეს მნიშვნელოვანია, ანუ ჩემი პირად მოსაზრებას დავაფიქსირებ, ანუ ჩემი შვილი, რომელიც დღეს არის 8 წლის, ჩვენთან ერთად დადის ტურებზე, ასევე დამყავს ხოლმე იმ ქველმოქმედებს, ანუ სიკეთის განხორციელების დროს, აი მაგასაც ჩვენს გვერდზე არის ხოლმე. და ანუ ამის ერთადერთი მიზანია ის, რომ ისწავლოს როგორ კეთდება სიკეთე უანგაროდ. ყოველგვარი ანუ იქიდან მოლოდინების გარეშე. ანუ როცა აკეთებს სიკეთეს და არ ითხოვ ანალოგიურს აქეთ. ამ საპასუხო ქმედებას. შენ როგორც მშობელი, თქვათ რამდენად ცდილობ რომ დაანახო ქველმოქმედების მნიშვნელობა, თუნდაც იგივე ამ ტურების საშუალებით, ამ ღონისძიებებზე აქტივობების საშუალებით. მე ვთვლი რომ ჩემი საქმიანობა დღეს საკმაოდ კარგად იცის ჩემმა შვილმა, იმიტომ რომ მართლა გვერდიდან არ ვიცილებ, როცა ტურები გვაქვს. ასაკით რა ასაკის არის ბავშვი და რა წლის არის? 8 წლის არის და უკვე 2 წელია ჩვენთან ერთად დადის. ძალიან საინტერესოა, ჩვენ ახლა გვიყურებს მაყურებელი და ძალიან კარგ მაგალითს ვეუბნებით, თუნდაც თქვენი შვილის სახით, როცა ასეთი პატარა ასაკიდან ბავშვი აქტიურად არის ჩართული. თქვენ თუ ფიქრობთ, ანუ რაღაც ცვლილებებს თუ ამჩნევთ თქვენ შვილში, თუნდაც ამ მიმართულებით? ამ 2 წელმა როგორი მოქმედა? სხვათა შორის კი, ნუ ახლა მეღიმება წინასწარ, ანუ როცა შეხედავს რომ თვითონ რაღაც ან აღარ მოსდის, ან რაღაც უყიდე და არ მოეწონა, ან ვერ იდგებს ტანზე და ეს გადავდოთ. აი შემდეგ რომელიმე ოჯახში რომ წავალთ, მათ წაუღოთ, ანუ ეს აქვს უკვე და მე არ ძალიან მიხარია ამ დროს, ძალიან ბედნიერი დედა ვარ. რომ ამ ასაკში გამოუმუშავდა და ბავშვი თავისთავად უკვე ამდენი ქველმოქმედების, ამდენი აქტივობების შედეგად თავისთავად თვითონ ცდილობს რაღაცით დაეხმაროს და ეს ნამდვილად კარგია. მარიამ, საინტერესოა შენს ირგვლივ ალბათ ბევრი მშობელია, თვითონ ის სხვები რამდენად ცდილობენ, აი ზოგადად რო საზოგადოების ფონზე ვისაუბროთ ქართული რეალობის მაგალითზე, ბავშვების აქტიურად ჩართვას, აღზრდას. შეიძლება ვიღაცის შვილი ვერ ახერხებდეს, თქვათ, ასეთ აქტივობებში მონაწილეობის მიღებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დედას არ ქონდეს დრო და დედა არ იყოს მსგავს ღონისძიებებში ჩართული, მაგრამ რაღაცით, აი თქვათ, იგივე დარიგებით, იგივე რაღაც მაგალითების მოხმობით ახდენდეს გავლენას. რამდენად იგრძნობა, რომ მშობლები ამ თემას ყურადღებას აქცევენ? ჩვენთან ტურებზე ყოლიათ ხოლმე წამოყვანილი 4 წლის ბავშვიც კი. აი წინაკვირას მაგალითად ვანის ქვაბები ფეხით მოიარა ბავშვმა. ნუ
გავგიზნით, გადავირიეთ და იმასაც ხდებოდა ბავშვი მონასტრისთვის რაღაცეები რომ წავიღეთ, საკვებ პროდუქტები შესაძლებლად ასე ვთქვათ. იმის მნიშვნელობასაც კი მიხვდა ბავშვი, რომ ეს რა ხდება, პარკები რატომ გვაქვს, დასვა შეკითხვა და განუმარტოთ რა თქმა უნდა, რომ რა ხდებოდა. და 4 წლიდან აი მისი მშობელი ესე რომ ზრუნავს, რომ ანახოს საქართველო, მოლოცინო წმინდა ადგილები და ბავშვმა დაინახოს, როგორ კეთდება სიკეთე, ესეც მნიშვნელოვანია, 4 წელსაკიდან რომ დაიწყოს მშობელი. მაგრამ სამწუხაროდ ყველა მშობელი ასე არ ფიქრობს. მათთვის სხვა რაღაცები უფლოვანებულია. საინტერესო მაგალითია, ნამდვილად 4 წლის ბავშვისთვის საკმაოდ რთული იქნებოდა თვითონ დატვირთვა, ფიზიკური დატვირთვა, ამ შემთხვევაში და ზოგადად ფონს როგორ შეაფასებდი. ეს კონკრეტული მაგალითი ძალიან სასიამოვნო და ძალიან საინტერესოა, მაგრამ ზოგადად ფონი როგორია? ზოგადად ქვეყანაში არსებული ზოგადი ვითარების მიმართ ჩემ დამოკიდებულებას დავაფიქსირებ. ანუ დღეს ყველა იმდენად ჩართულია თავის პირად საზრუნავში, პირად პრობლემებში, რომ ნაკლებად აღელვებს ხოსი პრობლემები. მაგრამ მადლობა ღმერთს არის საზოგადოების ის კატეგორია, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს ხოსი პრობლემებიც და თუნდაც ჩვენ ტურებზე წამოსვლით, რომ შეაქვს ამ კეთილ საქმეში თავისი წვლილი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ დროს საზოგადოების ჩართულობა და როდესაც საუბარია ვთქვათ იგივე მშობელსა და შვილზე, ოჯახზე და შვილის შვილზე ვთქვათ კეთილი საქმის კეთების გავლენაზე. რამდენად იხმობ ვთქვათ, რამდენად დაძლევ დარიგებებს, ეს კარგია რა თქმა უნდა აქტივობა. ჩემ პირადად სიტყვიერად რამდენად დაძლევ, ხშირად დაძლევ დარიგებას. და როგორი სიტუაცია ვთქვათ იგივე თქვენი შვილის თანატოლების შემთხვევაში. ისინი რამდენად ფიქრობენ სხვის დახმარებას. სამწუხაროდ ანუ ესეთი თემა, რომელიც და ესეთი საკითხი, რომელიც მშობელმა უნდა განავითაროს შვილში. და ხა ეს ზუსტად იქამდე მივდივართ. კი, ანუ როცა მშობელს არ აქვს მსგავსი მისწრაფება ამ სიკეთის კეთებისკენ, რა თქმა უნდა შვილს იგივეს ვერ ჩაუნერგავს, მაგრამ კიდევ ვამბობ, მადლობა ღმერთს არსებობენ ესეთი მშობლები, ვინც დღეს შვილებს ასწავლიან რომ სიკეთის კეთებაც შეიძლება, ანუ გაცემას რო ასწავლიან. ძალიან კარგი, ზუსტად მნიშვნელოვანია მშობლების არსებობა, რომლებიც ასეთ ზეგავლენას ახდენენ ბავშვებს და რა თქმა უნდა დადებითი კუთხით და სიკეთის კეთებას ასწავლიან. ნდობის ფაქტორზე ვისაუბრეთ და მინდა ვცლად ვისაუბროთ ამ თემის შესახებ. თქვი რომ თავიდან ცოტა უჭირდა საზოგადოებას ნდობა. ახლა ჩვენ გვიყურებენ სხვადასხვა ადამიანები, შეიძლება ბევრსაც მოვიდა იდეა, რომ თვითონ შექმნას იგივე საქველმოქმედო ორგანიზაცია მსგავსი ტურები გააკეთოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ როგორც გამოცდილი ამ სფეროში, რას ურჩეოდით ასეთ ადამიანებს, როგორ შეიძლება ნდობის ხარისხის მალე მოპოვება საზოგადოებაში, რომ მალე ენდონ, თქვათ, მალე გამოყვნენ ამ კეთილ საქმეში და მხარში დაუდგნენ მსგავსი აქტივობების დროს. უმთავრესია ანუ დადებითი განწყობა იმ საქმის მიმართ, იმ საქმის სიყვარულისაც ჩვენ აკეთებ და კიდევ გულწრფელობა. ეს არის კიდევ მთავარი. რომელსაც ხალხი ძალიან აფასებს და ხედავს და მარტივად აღიქვამს. ძალიან საინტერესო თემა წამოჭერი, რეალურად ამაზე საუბარი დაგეგმილი არ იყო, მაგრამ მოდი შევეხოთ, რადგან თქვი და საინტერესოა, გულწრფელობა ახსენე, როდესაც საზოგადოებასთან გვაქვს ურთიერთობა, მნიშვნელოვანია ძალიან, იმიტომ რომ ზოგადად საზოგადოება სიყალბეს იოლად ამჩნევს და გულწრფელობის დროს უფრო მეტად გენდობა, უფრო მეტად მოყვება, უფრო მეტ პატვის გძემს და უფრო მეტად გაფასებს. გულწრფელობის თემა რამდენად ახლოს დგას თქვენს ორგანიზაციასთან და რამდენად გულწრფელები ხართ თქვათ იგივე ტურისტებთან ურთიერთობის დროს და ისინი თუ ხედავენ ამ ყველაფერს. გულწრფელობის გარეშე ფაქტიურად ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით, ანუ სუფთა ურთიერთობა გვაქვს ჩვენ მომხმარებელთან. ჩემი ტურისტები, ანუ ჩემი ტურების ყველა მონაწილე, ვინც ოდესმე ყოფილა ჩვენთან, იმდენად თითოეული მათგანი იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის და მათთან დამოკიდებულება იმდენად ანუ ჩემი ყველა ტურისტი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია და ორიენტირებული ვარ იმაზე, რა თქმა უნდა, რომ დადებითი განწყობით წავიდეს დღის ბოლოს სახლში. ამ დროს აუცილებელია გულწრფელობა, როგორც უკვე აღნიშნეთ, რადგან სიყალბე არის ყველაზე მარტივი შესამჩნევი.
და ნუ შემდეგ არასასურველი შედეგი მოყვება ამას და ნამდვილად არ გვინდა. და აშკარად ამჩნევს საზოგადოებას სიყალბეს ძალიან მალე და ძალიან სწორად რეაგირებს ხოლმე, ხშირ შემთხვევაში აგრესიულადაც კი. რამდენად ამჩნევენ თქვათ იგივე თქვის, რომ სიყალბეს ძალიან მალე ამჩნევს საზოგადოება, ხვდება ამ ყველაფერს, აქვს ამ ყველაფრის მიმართ რეაქცია და რა თქმა უნდა უარყოფითი რეაქცია აქვს. რამდენად იოლად ამჩნევენ იგივე გულწრფელობას. და თქვენი კონკრეტულად თქვენი ორგანიზაციის მაგალითზე გვესაუბრე ამის შესახებ, თქვენი ტურისტების მაგალითზე, თქვენი მომხმარებლების მაგალითზე, რამდენად შესამჩნევია მათთვის თქვენი დამოუკიდებლობა და თქვენი პოზიცია. არსებობს ადამიანების კატეგორია, ნუ ეს ძალიან მცირე პროცენტი, რომელსაც ალბათ საერთოდ შეუძლია ზოგადად ადამიანების გულწრფელობის შემჩნევა. და ჩვენი მომხმარებლების ქცევებიდან და მათი ჩვენს მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ის გულწრფელი დამოკიდებულება, რაც მათ მიმართ გვაქვს, ფასდება ნამდვილად. და აშკარად ამჩნევენ ისინი დამოკიდებულებას და ამ ყველაფერს აფასებენ. ქოლმოქმედება ზოგადად ეს ის ძალაა, რომელიც აკავშირებს, აერთიანებს ადამიანებს, ამეგობრებს და ნუ როგორ შეიძლება ქოლმოქმედებასთან რამე უარყოფითი ასოცირდებოდეს, არის ყოველთვის პოზიტიური ემოციის მატარებელი და შესაბამისად პოზიტიურ ქმედებებთან არის დაკავშირებული. მაინტერესებს ამ ტურების განმავლობაში ტურისტების დაახლოება, თქვი რომ დაახლოვდნენ ტურისტები ერთმანეთთან, რა შედეგი მოიტანა, რა შედეგამდე მიგიყვანათ, რა გამოიწვია ამ ყველაფერმა. რეალურად კეთილი სურვილით გაკეთებულმა საქმემ მიგიყვანათ იქამდე, რომ ამ 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანს დაეხმარეთ. მაგრამ მნიშვნელოვანია ამ დროს ტურისტების პოზიცია, ტურისტებთან ურთიერთობა. მოდი გვესაუბრე ამის შესახებ, რა შედეგამდე მიგიყვანათ იმან, რომ ამ სიკეთის გარშემო დაახლოვდნენ ადამიანები და რა მოიტანა ამ ყველაფერმა. ჩვენი ტურების მონაწილეები იმდენად შინაურული გარემო არის ხოლმე თითოეულ ტურზე, რომ დღეს ბევრი მათგანი შარშანდელი ტურებიდან მოყოლებული დღემდე მეგობრობენ, მე თვითონ რამდენიმე უახლოესი მეგობარი მყავს შეძენილი ამ ტურებიდან, ამ ჩემი ტურისტებიდან და ასევე მათ ჩვენს ტურებზე რომ გაუცნიათ ერთმანეთს, დღეს უკვე ძალიან ახლო მეგობრები არიან, ასეთ შემთხვევებიც გვაქვს. რამდენიმე წელი დავაქორწინეთ კიდეც ტურებზე რომ გაიცნეს ერთმანეთი, ესეც ძალიან საინტერესოა. და მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ, მათ ერთად რომ ხედავ ხოლმე. დღეს უკვე უერთმანეთოდ ვევარძლებენ, ძალიან ხშირად არიან ხოლმე ერთად, ასევე ხშირად მოდიან ხოლმე ერთად ჩვენთან, რომელიმე ისეთ ტურზე, რომელზეც დაუბრუნდით ჩარშან ვერ მოასწრეს წამოსვლა. და ჩვენ ძალიან გვიხარია და ბედნიერები ვართ, რომ ეს ასე ხდება. ძალიან საინტერესო მაგალითები დაასახელე და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ტურზე წახვიდე, ისიც რომ კომუნიკაცია დაამყარო და თქვათ მე შეინარჩუნო და გააღრმავო ეს ურთიერთობები და გქონდეს მეგობრული ურთიერთობა, ან თუნდაც ბოლოს ქორწინებით დასრულდეს, რატომაც არა. მაინტერესებს ეს ადამიანები თუ ცდილობენ იგივე საქველმოქმედო აქტივობებში ჩართვას. ერთია, როცა თავიანთი სიამოვნების ხარჯზე სხვას ეხმარებიან, მაგრამ მეორე მომენტია, რამდენად ცდილობენ თვითონ გამოიჩინონ ინიციატივა, თქვათ ვინმე კონკრეტულ ოჯახს ეხმარებით, იქ წამოყვნენ, შეიტანონ რაღაც გარკვეული ცვლილი, თუნდაც ფინანსური დახმარება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ გაქვთ ასეთი მაგალითები? კი, ანუ ჩვენი მომლოცველები, ტურისტები, არ ვიცი როგორ შეიძლება რომ უწოდო, მსგავს აქციების დროს ხოლმე ყოველთვის არიან ჩვენთან ერთად, ნუ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი არიან და ყველა მათგანი ვერ ახერხებს ხოლმე წამოსვლას, მაგრამ ყოველთვის რამდენიმე მაინც ჩვენთან ერთად არის ხოლმე კონკრეტულ აქციის განხორციელების დროს. და რამდენად ხშირად იჩენენ მსგავს ინიციატივას, რამდენად არიან აქტიურად ჩართული, თქვა, იგივე ამ აქტივობებში და ღონისძიებებში. საკმაოდ აქტიურად მონაწილეობენ სხვათა შორის, ანუ იმდენად მიეჩვივნენ, რომ ეს უნდა აკეთონ, უკვე გამოუშავდათ, კი, შევასწავლეთ, რომ ეს უნდა გაკეთდეს და უკვე გვეკითხებიან ხოლმე დაუშვათ რომ გავა ერთი კვირა და ან 2 კვირა და ავდებთ ხმამაღლა რომ დაუშვათ მივიდეთ რომელიმე ოჯახი და ამ დროს რომელიმე მონასტრისთვის გვაქვს შესაძლებელი გაკეთებული ისე რომ გავახმაუროთ მაგალითად მოარქომ ისეთ შემთხვევებით. შემდეგ მირეკავენ და მეკითხებიან, მარია, რა ვისად ვეხმარებით? ანუ თვითონ ვითხოვენ ამ ყველაფერს და აქტიურად ჩართვას. თვითონაც ყიდულობენ ხოლმე, შეძლებს დაგვარებთ რაღაცებს.
შეგროვებაში გვეხმარებიან ხოლმე და რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს ჩვენგან. მაგრამ ძალიან ხშირად ახსენე უკვე სიტყვა არ გავახმაუროთ, ვცდილობ. რეალურად ვთქვათ ის, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია მეტნაკლებად აკეთებს რაღაცას და ვცდილობს ამის PR-ს. და PR-ის ყველაზე კარგი საშუალება ასეთ დროს არის სოციალური ქსელი, ატვირთვა ვიდეოსი, ატვირთვა სურათების და ასე შემდეგ. თქვენ ძალიან თავდაბლური პოზიცია გაქვთ ამ შემთხვევაში და რატომ ეს რამგან აპირობა ეს ყველაფერი? ეს პოზიცია ძირითადად მოლოძში ტურებს ვაკეთებ, არა მხოლოდ მოლოძში, მაგრამ ძირითადი ხაზი ასეთია. მამას კურთხევა გვაქვს, რომ დაფარულში ვაკეთოთ ეს საქმეები, რასაც ვაკეთებ. მართალია მთლად დაფარულში არ გამოგდის, რომ არის ხალხის ნაწილი, ჩვენთან არის ხოლმე ამ დროს და ხედავს ამ ყველაფერს, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცის თვალში ერთი პლუსი დაგვეწეროს, მაგის გამო არაფერს არ ვაკეთებ და არც ვახმაურებ. და თუ ახმაურებთ თქვათ რაღაცა მცირე დოზით, ეს იმიტომ რომ გადამდები იყოს, თქვენი დევნიდან გამომდინარე სიკეთე გადამდები იყოს და სხვასაც გაუჩნდეს კეთილი საქმეების კეთების საშუალება, სურვილი, რაც მთავარია, იმიტომ რომ თქვით უკვე სურვილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სურვილიდან მომდის შემდეგ ის კეთილი საქმეები, რასაც რეალურად აკეთებთ. საინტერესოა, ყავთ თუ არა პარტნიორი ორგანიზაციები, თქვათ იგივე რაღაც საქველმოქმედო ფონდები, სხვადასხვა ორგანიზაციები ერთმანეთთან თანამშრომლობენ და ერთობლივ პროექტებს აკეთებენ. თუ ყავთ მსგავსი პარტნიორი ორგანიზაციები? დღეს ჩვენ არ თანამშრომლობთ მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან. იქნა გამომდინარე, რომ ჩვენ გვირჩევნია, რომ ეს ყველაფერი ასე იყოს, როგორც არის. და ერთადერთი ორგანიზაცია, რომელთანაც შეხება გვაქვს და სამოულო დაგეგმილი გვაქვს კიდე საერთო აქციების გაკეთება, ეს არის ზუგდიდში არსებული ჩვენი მეგობრის წმინდა გაბრიელის ფონდი, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში და რატომღაც ესე გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივ რაღაცებს ვაკეთოთ სამომავლოდ. და არ გიფიქრეთ იმაზე, რომ რაც უფრო მეტ ორგანიზაციასთან გექნება თქვათ კავშირი და ურთიერთობა, მით უფრო მეტი ძალა გექნებათ იმისათვის, რომ მეტ მასშტაბზე გახვიდეთ და მეტ ადამიანს დაეხმაროთ რაოდენობრივ. ჩვენ რატომღაც თავიდანვე გვერდშენა რომ მარტო გვეკეთებინა ან დამოუკიდებლად ყოფილიყავით მეგობრების დახმარებით და თანადგომით და დღესაც მეგობრები ძალიან ბევრი ყავს ჩვენ ანუ მარტო არ ვართ და თუ დგებით კეთილი საქმის გაკეთების საჭიროების წინაშე ასე ვთქვათ იმ მეგობრების იმედი გვაქვს ანუ ისინი ჩვენს გვერდით იქნებიან. ანუ თქვენთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ვთქვათ ორგანიზაციების სიმრავლე, არამედ კონკრეტული ადამიანების სიმრავლე და კონკრეტული ადამიანების ნებასურვილი, რომ აკეთოთ კეთილი საქმე. მოდი გვესაუბრე, რამდენად ხშირად არიან ახალგაზრდები ჩართული, ახალგაზრდების აქტივობა რამდენად მაღალია და თქვენი ტურისტების ვთქვათ რამდენ პროცენტს ან რა რაოდენობას შეადგენს ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად თანამშრომლობენ თქვენთან. და რამდენად იგრძნობა ახალგაზრდებში ქველმოქმედების კეთების სურვილი? მოგახსენებთ, ანუ ჩვენი ტურები განკუთვნილია ყველა ასაკის მომხმარებლისთვის, ანუ ყველა ასაკის მომხმარებელი ყავს. რატომღაც შეზღუდული არ გაქვთ, შეზღუდული არ გვაქვს და ნუ ეს კომფორტს უქმნის მათ. იმიტომ რომ დღეს ძირითადად რატომღაც არ ვიცი ესე გონია რომ მარტო ახალგაზრდებისთვის არის ეს ტურებიც გართობაც მოლოცოც ყველაფერი და ესე არ არის ეს დამოუკიდებლობა არის და ზუსტად ამიტომ ვიკითხე რომ რატომღაც აქვთ ისეთი დამოუკიდებლობა რომ ახალგაზრდა უნდა წავიდეს ასეთ ტურზე და ახალგაზრდები უკვე ჩართული თავიდან და გვეუბნებოდნენ რომ ვარ 50 წლის და მეუხერხულება შეიძლება რომ წამოვიდე წინა ტურის სურათებში შევნიშნე რომ ჩემი ასაკის ხალხი იყვნენ და ნუ შემდგომ თამამად მოდიოდნენ რომ შეიძლება ანუ დისკომფორტს არ იგრძნობ, ძალიან ესეთი მეგობრული სიტუაცია გვაქვს ხოლმე. ძალიან პოზიტიური ხალხი იყრის ხოლმე თავს. ანუ ასაკი შეზღუდული არ არის, ნებისმიერი ასაკის პირს შეუძლია მიიღოს თქვენ ტურში მონაწილეობა და ახალგაზრდების აქტივობაზე გკითხე, რამდენად იგრძნობა მათში ის, რომ უნდათ კეთილი საქმის გაკეთება, ვთქვათ, ამ ქველმოქმედებისკენ მიდრეკილება აქვთ.
იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდები უკვე საკმაოდ ძლიერად არიან რწმენაში, უკვე სიკეთის ფასიც მასწავლი აქვთ და ცდილობენ ხოლმე შეძლებს დაგვარო, რომ ჩვენთან ერთად იყვნენ ხოლმე და ჩვენთან ერთად თუ არ დამოუკიდებლად მაინც მომესმის ხოლმე რაღაცები, რომ აკეთებენ ჩუმად. პატარ-პატარა სიკეთეებს და ძალიან სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, სასიამოვნო და მისაღებია, მაგრამ ბოლოს მოდი ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე, რას აპირებთ. ჩვენ უკვე ვთქვით ამ 2 წლის მანძილზე რა ნაბიჯები გაიარეთ, რა ნაბიჯები გადადგით, რა ეტაპები გაიარეთ და მოდი გვესაუბრე იმის შესახებ, სამომავლოდ რა აქტივობები გაქვთ დაგეგმილი, იგივე რა ტურები და რამდენად შეიძლება ვთქვათ თქვენს ტურებში მონაწილეობის მიღება. ჩვენს ტურებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ანუ არ ვზღუდავთ არც ასაკის, არც სქესის, არც არწმუნოებრივი აღსარებლობის ნიშნით ხალხს, ანუ ნებისმიერ შეუძლია წამოვიდეს. ტურებს რაც შეეხება ძალიან მეორე ახალი ტური გვაქვს დაგეგმილი ამ სეზონზე. შაშან მოთხოვნადი ტურების რამდენჯერმე გამეორება მოგვიწია ხალხის სურვილიდან გამომდინარე და ანუ ერთი და იგივე ტური მეორე რამდენიმეჯერ? დიახ, ანუ ესე გვიწევდა და ესე მოხდა, რომ ახალი ტურების გაკეთება ვეღარ მოვასწარით, ასე ვთქვათ და წელს იდეაში ზოგი უკვე განვახორციელებთ ფაქტიურად. და როგორც წეგნა უნიშნა, გვექნება გარე ტურები უკვე, რაც შაშან არ ქონია თქვენ სხვადასხვა გამოდენის სეზონი და კიდევ გვექნება ძალიან ბევრი სიურპრიზი და კიდევ საჩუქრებიც ძალიან კარგი. მე ახსენე რომ ერთი და იგივე ტური რამდენიმეჯერ განმეორდა და მოგვიწია თქვა განმეორება და შესაბამისად ახალი ტური ვერ დაგეგმეთ. საინტერესოა რომელ ტურზე იყო ასეთი მოთხოვნა. ანუ ესეთი კონკრეტულად თუ გახსენდება მაგალითად. დიახ, ქართლის ტური, სადაც შედიოდა დირბის დედათა მონასტრის მოლოცვა, აქ არის მიდგომელი ღვთისმშობლის ფრესკა, როგორც მოგხსენებათ და ძირითადად უშვილო-წყვილები მოდიან ხოლმე ამ ტურზე. და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ტურზე წამოსული უშვილო-წყვილებიდან დღეს უკვე 3 ადამიანს ბავშვი შეეძინა და ერთი კიდევ ველოდება. ეს არის იმხელა ბედნიერება, რომ მირეკავენ, რომ არის ბავშვი ველოდებით, თქვენთან ერთად რო ვიყავით, თქვენ წყალობით რომ მოვილოცეთ დირბის მონასტერი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ მეორე ტური ჯავახეთი გვაქვს ასეთი წალკაში ბერთის მამათა მონასტერის სასწაულმოქმედი კალმახები რომ არის აი მანდ განბანვის შედეგად აუზში განბანვის შედეგად უამრავი ცნებულება იკურნება ასევე შვილიერებაზეც მოქმედებს და ჩემი თვალით მინახავს და ჩემი ტურების მონაწილეები მან განბანვის შემდეგ განკურნებულნი და შვილი შეძენიათ კიდევ და აი იმხელა ბედნიერება უბრალოდ ემოციას ვერ გამოხატავ. ნამდვილად სასწაულია და გამეორებაზეც უარი ვერ ვუთხარით მხოლოდ ამ ტურების. ანუ გასაგებია უკვე ჩემთვისაც და მაყურებლისთვის რამ დატომ იყო ამ ტურებზე ასეთი მოთხოვნა. უკვე აღნიშნე რომ აპირებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას, ეს მნიშვნელოვანია როგორც თქვენი ორგანიზაციისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომელიც თქვენგან ელიან დახმარებას. მე მინდა წარმატება გისურვოთ, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მომბრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. თქვენს დევის კიდევ ერთხელ ვიტყვი და ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, რომ სიკეთე გადამდებია და ნამდვილად მნიშვნელოვანი დევიზია. ჩვენ როცა ვიქნებით იმისკენ მიმართული, რომ სხვას დავეხმაროთ და სხვისი გაჭირვება გავიზიაროთ და მივიტანოთ გულთან, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია იმ მაგლიერი მზერის დანახვა, რაც მათ აქვთ ასეთ დროს. მადლობა წარმატებებით თქვენს ორგანიზაციას. მე კი ჩვენს მაყურებელს მომავალ შეხვედრამდე დავამშვიდობებით დროებით.